ხალხი როცა ხვდება ალიონს სადმე კარგად გივას მე ელექტრიკის დიაგნოსტიკის რიგში ვდგავარ. всё, გოგოებო დამაძალეთ, ყოველ დღე დამაძალეთ, რომ ახალი მანქანა ვიყიდოთ, თორემ ჩემი საქმე ფუჭდება. ყველამ დამაძალეთ ყოველ დღე. კიდევ დილამშვიდობის. მოვიხარშოთ ახლა ყავა, არც გამომიცვლია. ეს არის ჩემი შვილის ნაიკი შორტი, რომელიც არ მეტეოდა და ცოტა პატიოსნური სიგრძე აქვს, მე უფრო მოკლე, აი დაახლოებით ასეთებს ხმარობ ხოლმე, იმასაც გაჩვენებთ. მაგრამ ამოვიცვი, იმიტომ რომ არასდროს არ ჩაუცვია, დებისგან რაღაც ლაქა გაუჩნდა. ეს ჩემი ირიკოს ნაჩუქარი ულამაზესი ტილოს პერანგი და შესატყვისი მწვანე ფეხსაცმელი, ხო ვიცით, რომელსაც არ ვიხდი. მოდი მოვიდულოთ ყავა და მე ხლა თავგადასავალი ვარ. ცოტა გავაფორმოთ, კარგად ვიხალისოთ და მოვყვეთ, იმიტომ რომ ეს თავგადასავალიც ნორმალურად დამთავრდა. გამურიმა ბედმა. მე ჩემო ადამიანს რამდენი რამე ჭირდება, საიდან რა გამოტყურება, არავინ რომ არ იცის. ეხლა ცხელი ყავა ძალიან სისულელეა, მაგრამ ისეთი განებული ვარ, ისეთ ნერვებზე ვარ, რომ ვინმე რამე მითხრას შეიძლება მივაკლა. არ მითხრათ ეხლა, მე ვერ გავიგებ მათ. სანთებელა. სულ რატომ უნდა ვეძებდი ამ სანთებელას? სულ ძებნაშია. ხომ ვიპარა ყველა სანთებელას და მე ჩემებსაც ვერ აყვაულობ. ესე იგი, გუშინ თქვენ რომ დაგემშვიდობეთ. მეთქი გავშრიალდე. ჩაიცვით რა იბანავე და გაშრიალდი დროა რომ გაისეირო. ხოლო თქვენ მოგეცეთ რხენა მოვწესრიგდი ისე როგორც გარეთ გასვლა შეეფერება. მოვკოპწიავდი დავიხატე ჩემი გრძელმკლავიანები რომლითაც ფეხით დავდივარ გარეთ. დავისხი ჩემი ტანის მისტი, ნუ სუნს დავატარებ ბნედა. ძალიან კარგი მისტია შეიძინეთ სანამ ფასტაკლება. ხო და გოგოებო და ბიჭებო, ჩავედი ვქოქავ მანქანას და ჩემი ფეხი არ იქოქება. ანუ ჩემი მანქანა თუ დაიქოქა, მერე მიდის. თუ არ დაიქოქა, უნდა გადაიყვანო. მოკლედ პირველი რა შვები ხოლმე ამ დროს ჩემს შვილს, რომელიც ძალიან მოთმინებით მისმენს ყველა სისულელეს და მპატიობს და იმიტომ პატიობს, რომ ალბათ უყვარ ვარ და დედა ვარ, თორე უნდა დამბლოკოს წესით დღეში იმდერჯერ ვურეკავ. მანქანაზე არა მანქანაზე ზოგადად. ვიცი რომ ჩემს ვიდეოებს არ უყურებს. მაგრამ დედა ბოდიში, რომ დამჭირდეს აქაც იყოს. ასე ხმალივით დავაძრობა მობილურს და რას იზავს თელავიდან. რას გამიკეთებს? ამოვაძრობ ხმალივით ამობილურს და ვრეკავ, ვანათებ, ვაშუქებ, თვალებში ვთხრებ, ბავშვი არის სადღაც. მოკლედ ვურეკავ და დაადაუპერე მიჩქებიო. ხო და ვერ მივხვდი, მე გზად აღვიქვი რომ შემეცლო რომ გამომეძახა ტაქსი, არ ვიცი ქართულად პერე მიჩქები როგორ არის. დედა რო გეტირება და მე აკუმულატორს დაქოქვა რომ უნდა, ეგ ორი ჭხირი ორ ცხობილა და მინუს პლუს 0-ა და ხო და გოგოებო და ბიჭებო გამორჩა გამოვიძახე ტაქსი. ანუ ცოფებს ვყრი რა ვერ დავქოქო მანქანა გამორიცხულია რა. იმიტომ რომ ამ პერიოდში იყო ისეთი მანქანა რომელსაც ჩემი მეგობარი მაძალებდა, ელექტრომანქანა იყო, რომელიც 70 კილომეტრს გადიოდა
ნუ ზამთარში შეამცირებდა მაგ ყველაფერს. იყო ახალი ამ კაცს არ ვიცი რა მოუვიდა, შემოიყვანა ეს ამდენი მანქანა. ბევრი ყავდა ძალიან და $2000 მაძლევდა. ეს ჩემი მეგობარი მაძალებდა. ეს ის ფული არ არის რომ შენ ვერ გადაიხადო, ეს ის ფული არ არის რომ მეც დაგეხმარები, ეხა არ მაქვს იყიდე და აი ესე გავფშიკე ფეხები და არ ვიყიდე. 70 კილომეტრი რა უბედურება, ბავშვებთან წამეხო ყველა გზა ჩემ ბავშვებთან მიდის, ისე არ ვცხოვრობ, ანუ არ მჭირდება სამსახური, არ მჭირდება ახლო გზებზე გადაადგილ, არაფერი არ მჭირდება. ანუ ბავშვებთან თუ არ მის ამას რეზინი გაუფუჭდა და მიტუნკლავს გარეთ. ბავშვებთან თუ არ მიდის, ანუ არ მინდა. და თქვი უარ. მოგეცაცხლხენა თქვენ კიდევ მეორე. ეს ხო სულ მახსოვს, ეს რამდენი გაჩერდება იმდენი იმ მანქანას ვიხსენებ, იმიტომ რომ $2500 რაღაც 5000 რაღაცა ლარია და 5 თვის ხელფასია ნორმალური ადამიანის და გაძლებ რა, ფეხი ჩამოკიდებული გაძლებ, არ შეჭამ, არ მოწევ, არ დალევ, შუქს არ ანთებ, გაზს არ მოიხმარ და ნუ გადაიხდი მალე. ხო და ჯერ ეს ტაქსი ხო გამოვიძახე. კვდება. ჯერ ვიღაცას ეყბებოდა ძალიან ხმამაღლა და შევწუხდი, მინდა რომ გავგლიჯო ეს კაცი. აი ესე მოვკიდო ფეხებში ხელი და გადავხსნა. და ამ ყველა სიკეთესთან ერთად მე ვერ ვიტამ ფანოხს. აი ამ ტაშიტოშ და მარშრუტკის სიმღერებზე მაქვს 10-რა. თან როცა ცუდ ხასიათზე ვარ და რაღაცაზე გაჭედილი, მაქვს მტრისას და ავისას. აქ ასეთი ტაშიტოშა სიმღერები. ანუ პირს არ ხსნე, იმიტომ რომ რამდენჯერაც რაღაცა ვუთხარი ტაქსის მძღოლებს. იმდენი დანიშნულების ადგილამდე გამომკითხეს ყველაფერი. შეიწირეს ყველა ჩემი ნერვი. არ მიყვარს ლაპარაკი. ხან მე ველაპარაკები ხოლმე, როცა ახალგაზრდა, მოზარდია, კარგი ადამიანია, ესეთია ხო ვარჩევ. რომ რაღაცა ცუდად არ იგრძნოს თავი, მაგრამ ეს იმას აქში იყო, რომ გააზრებული უნდა ქონოდა, რომ ტაქსის მძღოლობა არ ტეხავს და არ ჭირდებოდა ჩემი დახმარება. არაფერში. ესე იგი, ხალხო დიდ დიღამში წამიყვანა და თელავში ჩავიდოდი და მოვტრიალდებოდი ნახევარგზაზე ვიქნებოდი. რომ გადმოდიოდი, მეუბნება, რომ შემიფასეო. აი იქ დამთავრდა. წარმოიდგინეთ, რომ არის გაჩერება. ამ გაჩერებაზე ორი ჩემსავით პუნტულად ჩაფუნთულებული ქალიძის ეტყობა ძიცინოს არ უნახია ისინი, თორე დასუტირებდა. თავკაცმა მიაჩერა ამ გაჩერებასთან და ჩამამაგდო, იქ არის რა, სადაც მივდივარ, მოვედი და შემიფასეო. აი იქ გადამეკეტა და მეუთხარი ბიძია. ჯერ მანქანისტარება ისწავლე. გაზით არის ტაქსაო. ანუ გეჩქარებ, როცა იძახებ არასაშუალო ფასიან ტაქსს, ეს იმას ნიშნავს, რომ გეჩქარებ და სწრაფად უნდა მოხვიდე. არ აქვს მნიშვნელობა, ხა მე ვერ ვიდან საცობში თქვა. ანუ იცავდა დისტანციას წინ მიმავალ მანქანასთან იმ ხელას, რომ 5 მანქანა უხდებოდა. ლამს გადმოვს, მე ერთხელ გადმოვს, მცხეთაში მივდიოდი ტაქსით და ერთხელ ვთხოვე მძღოლს, რომ გადმოდი თქო და მძღოლმა ესე გახვიტა. ანუ შულო შენაო ვერ გამლანძღა ვერ შემაგინა თავის ნებით იყო ჩამოსული. მეოთხე ხო არ დაიღალა მეთქი ეს გადმოვს, მაგას მე მოგიყვებით სხვა დროს. რასაც მოუხდება იმაზე. ხო და ამ ქალებმა ვაიმეო ჩაერთნენ. მოუნდათ ახლა გაგრძელება. დაძაბული სიტუაციები ხო ყველას უყვარს და რო არ მთავრდება ხო ყველა ძალიან. ხო და მე კიდე ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და მივუბრუნდი და ვუთხარი ხა თავი არ მიგარტყმევინო, მან ტყვიანად იჯექი თქო. მისამართზე სადაც მივდიოდი, მეგობარი დამხვდა გარეთ. ის გაუცებული მიყურებს, იმიტომ რომ მე არ ვარ ესეთი ტიპი, რომ ესე ვლანძღო ხალხი პირიქით. ზედმეტად მომაბეზრებლად ვეფერები ხოლმე ყველას. ამ ქალებმა ხო ხმა გაიწყვეტეს და იმ კაცს დაავიწყდა საერთოდ ახლა იფიქრა ეს თუ ამასო თავს არ ყმევინებსო. მე რას მიზავსო? წევიდი მეც, ანუ ვინერვიულე ძალიან დიდხანს ვეფიქრე როგორ დავქაქავდი, მანქანას ხო არ გამოვსულიყავით, ხო, რაღაცა მოკლედ, გათენდეს, ოკეი და მე რა ვქნათ, გათენდა.
მე ვედი ანუ მე სახში ვიყავი და გამომხედა ჩემმა მეგობარმა. გადავძახე ხა მეზობლებს ხო არ ვიცნობ. დასიერად იშვიათს. გადავძახე ხა ერთ მეზობლს რომ პერამიჩკები გაქვთ ხო? არა მაქვს, მაგრამ გიშოვიო. აი მეთქი. ამასობაში თუ ვინმე ამ პატარა ამოსახვევში ამოდის, ხელს ვუქნებ, გააჩერე ჩემი ბიჭი პერამიჩკა ხო არა, თუ ცოტა დროსლია, ბიძიას. ანუ ყველას ვაჩერებ. ну რა თქმა უნდა რომ ცდებოდა ყველას ეჩქარებოდა და მეუბნებოდა არას. მოკლედ გამოიარა კიდე ერთმა მეზობელმა გოგონამ რომელთანაც გამარჯობა როგორ ახარ მიყვარხარ კარგად ვარ ძალიან კარგი სომეხი გოგოა. რა მნიშვნელობა აქვს ეროვნებას? ულამაზესია და უკარგისი ადამიანია. მეო ჩემ ქმარს აქო წაღებულიო და გავიქცევიო ეხლა და ვნახავო სახში თუ არისო. წავიდა ეს გოგონა. მოკლედ ესე მოხდა რომ ამ ბიჭმა მეზობელმაც ახალგაზრდა ბიჭმა მეზობელმაც მიშოვა პერამიჩკები და მოყავს კაცი ვინც ხა კიდო ვინც ამოიღო მანქანიდან ეს პერამიჩკები და ეს ბიჭი თავის მანქანით მოდის იმან თავის მანქანა არ ამოიყვანა და ეს გოგოც მოდის თავის მანქანით და პერამიჩკებით. ну ეხა კაცებს დავუთმე ასპარეზზე რა ვიცი მე ეხა კი ვიცი მინუსი და პლუსი კი ვიცი კლემა რო ქვია კი ვიცი ყველაფერი იმიტომ რომ არ დაიქოქა ჯერ შევანჭრე იმიტომ რომ კლემა შეიძლება გადაწვრეს და ну არ იყოს კონტაქტში. აი ეხა არ მიყვარს მე ქალები კაცების საქმეში რო ერავიან როცა კაცი გეხმარება თან ეხა მატრაკვეცობა როა და შენ რომ მოიცამი დავადებ და ანუ მოვიდა მოწდა თავის საქმეს გადადო იმდე დააფეთქებულმა და უნდა რომ მოგეხმაროს. დაადო ეს კლემები. კლემებს ეს შვილკები. გოუშვა ბოლი ჩემმა აკუმულატორმა. დეწვა ხელი. მოხსენით სასწრაფოდ და ჩემ მეგობარმა გადაწყვიტა რომ ქალი არ ვარო და ამ გოგოს გამოვართვა ეს თავისი დამუხტავი და დაადო ის და დაადო ამას. ну მაგით ჩემი მანქანა დაიქოქა. ყველა კრება დარჩა მხიარული, ყველა ძალიან ბედნიერია. ახლა რა ხდება? ხო დაიქოქა, მაგრამ მე ხო ის არ ვარო, დავქოქი და ჩავაქრო და მორჩა. თქვენ წარმოიდგინეთ და ჩემს ძველ მანქანასაც აქვს კომპიუტერი. ხო და ამ კომპიუტერზე არ ქრება ხელის ტორმოზი და ABS-ი. კაი. ნახევრად ჰიბრიდ მანქანებს ჩემი არის პრიუსის შიგნეულობაზე აწყობილი მანქანა და აქვს ესეთი გამოძახილება ხანდახან მქონია რომ ჩამიქრია, გადამიკეტია, დამიქოქია და ოპა გაქრა ყველაფერი, კაია, წადი, მიდი, ბედნიერი ხარ. არ არის. მე რა ვშვები? ვიღებ ხმალივით ტელეფონს და ჩემი შვილი რომელიც სამსახურში მიდის და იქამდე 2598 ჯერ დავურეკე, ახლა ვუგდებ ფოტოს, იმიტომ რომ არ იჭერს იქ. ნაფარეულში ტელეფონი არ იჭერს სანამ არ შევა ლოპოტაში. დათა 20 40 სანამ არ მიპასუხებ, სანამ არ დავინახავ რომ ის წერტილები მოძრაობს, მე არ ვაჩერებ თითებს. შეუძლია მიჩივლოს. არ ვიციო დედაო. აქედან რა გითხრაო? ეს ბოლი არ მომიყოლია. დიაგნოსტიკაზე უწასაყვანი მაგ მანქანაზე არ დაჭდაო. კიდევ მოგიცათ ლხენა რაც მე ესე თავს რომ მოხსნია თან ისეთი სტრესული გარემოს ვიქმნი ხოლმე და ისე ნერვიულობ ხოლმე და ისეთი ტუგადუმი ვხდები გეგონება არ არის გამოსავალი ვერ შევძლებ ვერ გავაკეთებ რას ვერ გააკეთებ ხალო აქამდე გიცხოვრია 44 წლამდე მოთრეულ ხარ ისე რომ ვიღაცისთვის დაღმართია შენ სულ აღმარცხნავ და სახით მიდიხარ და თავით მიდიხარ და შენი სიცოცხლით მიდიხარ მანქანას ვერ წაიყვან კაცო. კაი, გავთიშე ტელეფონი, კაი, მჭირდება დიაგნოსტიკა მჭირდება. შემოვედი ყავა დავისხი დაბლიე ჩავცეცხლე და ვფიქრობ ახლა სად არის დიაგნოსტიკა. გამახსენდა რომ ჩემი სამივე მამიდაშვილი ძალიან ცნობილი მანქანის ხელოსანია.
და ვურეკავ უფროს. 3 დათის ამბავი, ხო, იცი ჯერ უფროსთან დამოსინჯო. არა, ბოდიში ჯერ საშუალოს დავურეკი. მე არ ვარ სამსახურში, საშუალო და უფროსი ერთად მუშაობენ. დაურეკავ უფროსო. გაითქო. ვურეკავ. იას არასდროს არ ცელია. კარგი ხელოსას, ხო, იცით რამდენი საქმე. ეს ტელეფონზე რომ პასუხობს ხომ და ძალიან ნერვიულობ. მე არ მქონდა WhatsApp-ი წავშალე, იმიტომ რომ რამდენი სოციალური ქსელი უკვე მღლის კი არა და ნებისმიერი ქსელი რა. TikTok-იც უნდა წავათხლიშო და მოვაშორო, იმიტომ რომ ძალიან ბევრ დროს მართმევს და მანერვიულებს კიდე რაღაც სისულელეები მეყურება ხო. გადმოწერე ეს WhatsApp-ი, იმიტომ რომ მისამართი იქ აქვს მოწერილი ამას. სად არის ეს? ხო და თან ვურეკავ უფროს. გადავხედავო და დაგირეკავ. ველოდი 9 საათი მორჩილა და 2 ყავა დავლია. გაბრეცხი ჭიქები. გავწმინდა ყველაფერი. ველოდები არ ეკავს. რა მომასვენებს ახლა. ფრეკავ. ამოდიო შენ უსათხარო, იმანი ფიქრობ რომ მე გასული ვარ უკვე რა, არ მომისმინა ესე. კარგად. მოვა. ავედი. ელექტროობა მინთებს. მივდივარ ძალიან შორს, ურიდიას ქუჩაზე, სადღაც მოუსავლეთში ზემოთ. ზღვასთან. აღმართზე. მოუსავლეთი არ არის კარგი ადგილია, გრილია. თუ ვინმე მან ცხოვრობთ ბოდიშით, ჩემი სახლიდან იქამდე. გაფუჭებული მანქანით. ჩართევარეულები. მივდივარ და არ აქვთ კულტურა ნებისმიერი საგზაო მაშუქებელ მანათებელს მიაქციონ ყურადღება. ამ დროს ქალებზე იწევენ და ყველას უნდა გაუხიო ყბა. რო ხედავ რომ მივდივარ ავარიულით, რატო მოდიხარ ასეთ ტაკოში, რატო უძვრები ჩემ მანქანას, იქნება უფეთქდები ეს დედა აფეთქებული. აბრა უნდა მივიკრა რომ მთელი ბორტ კომპიუტერი გაწითლებული მაქვს და ჩეკებს მინთებს? არა, არ ესმით. დავაჭირე სიგნალს ხელი და იქამდე სანამ ამ კაცმა კარგად არ შეხედა ამ ჩიპეტერია მანქანის მარშრუტიდან რომ ავარიულები ცინცებს და ისეთი გასარიცხე შეიძლება არც ჩანდა. წავეიდა მომშორდა ხა ის ამოვისუნთქე კაცო მე თუ რამე მომივა ვის ოჯახი ჩავაგდო შარში ვინ გავხურვა აგენ Facebook-ში შეხვალ მოკვდა გადავარდა იმ საწყალ ჭიათურელ კაც მერვე დღეა ეძებენ მტკვარში თავის მანქანით და რა ვიცი მილიონი შემთხვევაა. და ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე ძალიან ცუდებს, რომ მე ძალიან კარგი რომ მოხდება, თან გამიხარდეს ხოლმე. მივედი და მოვყევი, იმიტომ რომ მივხვდი რომ ნაწილობრივ შუაში იქნებოდა ბოლი. ის რომ დაადეს და გაბოლდა. მივხვდი რომ რამეს დააშავებდა. მოვყევი ახლა თავიდან ბოლომდე ორჯერ გამართულად, კარგად, ქართულად. ხოდა შეერთეს ჩემი მანქანა დიაგნოსტიკაზე. დედა იქონდა ნატირები. თუ კი რამე დასაწვავი ქონდა შტეკერებში, ელექტროობაში ყველაფერი დამწვარი იყო. ამან უხდა. ამ კარგმა მეზობელმა მიქნა, საქმე გამიკეთა, გამომიჩინა. ისე ხო ძალიან ცოტა საქმე მაქვს და ამან გამომიგდო საქმეები. ხო. გადააბეს ერთი გამოცვალა, მეორე გამოცვალა, მესამე და ბოლოს ამ კომპიუტერმა დიაგნოსტიკამ დაწერა რომ კარგიო, წავიდესო, გაეთრიოსო რა, წაშალდეს, ჩაქრა ყველაფერი. კაი, წამოვიდი. დავწიე უკან და ვიღაც წერს დამკვეთი რაღაცას მეკითხება. ოკეი. გავჩერდი. ეს დიაგნოსტიკის ძალიან კარგი ხელოსანი, რომელმაც ფული არ გაუმართვა. იმიტომ რომ მე ვარ ბიძაშვილი ჩემ მამიდაშვილის. და ჩემ მამიდაშვილს ვერ დავურეკე, ასე მითხრა რომ მხოლოდ ნერვები დავხარჯეთ დღეს და ბენზინი. ჩემ მამიდაშვილმა ასე მითხრა ჩვენ მოვრიგდებითო და ყველაზე გადაობა ის არის რომ ყველგან ცნობენ უკვე ჩემ მანქანას. ეს მანქანა ხო იყო აქ უკვე. კი მეოთხარი იყო და კიდევ ბევრჯერ მოვა. კაიდეო, არ მითხრათ. ვერავის ვერ ვაგინებინება მკვდარ დედას. რა უნდა მოც, ვის რა უნდა გამოვართვა, რომ
ასე ხან იმაზე გქონდა შეერთებული, ხან ამაზე მოკლედ აი მზეთმა გააკეთა თავის საქმე და ხან იმ ნაწილს ითრევს, ხან იმას ითრევს, ხან ამას ითრევს, თვითონ ასაკმაც უწია ხალხო, რა ვიცი, ნიკა 16 წლის, ნიკა იყო 2 წლის, ეს მანქანა რო ვიყიდე, 14 წელი ამყავს, 24 წლის არის თვითონ. ხო აქვს ყველაფერს საზღვარი, მე რომ მინდა რომ მაქსიმალურად მოვიხმარო და უპრობლემოდ ვყავდეს, არ არის ეგრე, არა, სად არის? ხო და ესეთიო შენიაო. ვიძახი ხამა რომ გითხოს დებეტი რა არის, კრედიტი. ან შევიდა თუ არა რაიმე საგადასახადო ცვლილებაში, ან რომ გითხოს ტყემალს ომბალო უნდა, ან რომ გითხოს რომ სახს რომელი ხსნარით კარგად დავასუფთავებ. არა ბიჭო, ესეთი შენიაო. რა ვიცი მე ხა ჩემია. რითი გავარჩიო მე რითი იდენტიფიცირება რითი მოვახდინო. ხა ბანკში ჩარიცხულ თანხებს იდენტიფიცირებას ვახდენ ხოლმე. ეგ ჩემი საქმეა. მაგრამ ზეთი ეჩემია თქო ვუთხარი. შებრუნდა მეორედ მანქანა და აღმოჩნდა რომ რაღაც ბოლტი აქვს გადახილი. მომწეს ასე ზეთი ხელში და ყოველ დღე უნდა ვამატო. დავხედო? ან ბუღალტერი არ მყოფნის, ჩემი საქმე არ მყოფნის. მაქვს ბოთლი, შიგნით მაქვს ზეთი. უნდა დავხედო ძირს რამდენი გაუშვა, სანამ ამ ბოლტს გამოვცვლი. ასე უცებ არ გამოდიოდა მაგ ბოლტის გამოცვლა. დავხედო, გავსაზღვრო. დავითვალო. ჩავამატო. თქვენ მოგეცით ხენა. დღეში 3 ჯერ გადავქოქო და ჩემმა მეგობარმა მითხრა საათში ერთხელ დაქოქეო და არა ვერ დავქოქავ საათში ერთხელ. მაშინ გარეთ უნდა ვიჭდე მანქანაში. ხო და არ დაიხმაროთ. არა იდენტიფიცირებული მეზობლები. თუ არ იცით რომ ჭკვატმყოფელია, თუ არ იცით რომ იცის მინუსი პლუსი, თუ არ იცის იმ პერემიჭკის ხმარება, რომელიც თან დააქვს, მოგალით დაახარჯეთ, რომ ჩემსავით ნერვები არ დახარჯოთ. მე წავედი ხა ვიცი რომ ეს ჯიჯი ჰაუსი ნაგავია, კაცო, რაც კი რამე მარნეულში მზადდება და ტაშტუში, ანუ რაღაც კარგებიც აქვს, მაგრამ ძირითადად ნაგებია. თან სუისეთ დროს მოვხვდები ხოლმე მანდ. რო არ არის ფასტაკლება, ყოველთვის მეხოვა რაღაცა. მოკლედ. ვიყიდე და წამოვიდე და პარკი დადგა. გაიხა. ავაც დავღვარე. არა, მარცხენა ფეხზე ვარ ამგარი. დღეს ლურინიდან აღარ დგები, ახლა რო დავწვევი. საჭმელსაც ფრთხილად შევჭამდი, როგორც ხსნათ, არც გას ქურას ავანი და არც დენს, კიდევ კარგი უშაქრო იყო. ხო. ავეში 50 თეთრი მივეცი, ჯიჯი ჰაუსი, რო იცი. ვერ უძლებს. ორი გეყიდაო არ მინდა. 5 და 50. ახატია ყველაფერი. თუ გაუშვი თვითონ წმენდავს. კარგია, სხვათა შორის რაღაცეებში მარგია ხოლმე. ამის ადგილი არის აქ. ხუთი და 50. ეს არასდროს არ არის ზედმეტი, ხალხო არ ვიცი. მე ხმარობ, თან შუშაროა. ძალიან არ გამისინჯავს. მიყვარს. პიჯამა მაშ ჯამის და გავიდე. რატომ ჯამთ ახალს კონტეინერებში? ის ლამაზად არ გამონახავთ კაცო. 5 და 50 ამ სამ კონტეინერში ჩათვალეთ რომ მაჩუქეს. და ძალიან მიყვარს რა. დაგჭა გადაიღე შეაგდე. ნაგები. ორი წელი ახალი დილო. 2 და 50. ეს კარგი პილოტია, კარგად შვება რაღაცებს. ანუ ეტიკეტს აქვს ცნობილი არლეგზე.
ეს არის ვისი ბიჭია გეტყვით. ლეირა, კომპანია ლეირა უნდა იყოს. ლეირა გამომიგზავნე დილოები. ხო. ეს აქეთ. ოქსი. ასეთი ჩვეულებრივი ვიყიდე. ჩასასხმელი, მაგრამ აღმოჩნდა რომ ბევრს ვხარჯავდი. და გადავწყვიტე რომ ახლა დასასხმელი მეყიდა, იმიტომ რომ ნიკას თეთრი ნასკები, ნიკას თეთრი მაიკები, ნიკოლოზეს ყველაფერი ძალიან აქ არის და ამის იქით და 5 მეტრში ხო და 6.50 ღირდა ის და ეს ცოტა იეფი და იმას უპრაკუნოთ ვასხავდი ხოლმე. როგორ უნდა ვქნათო? დაასხურეთო და გააჩერთ 10 წუთიო, შემდეგ გავლიეთო სუფთა წყალში მშვენიერი. აი გუში ნავნეში ხო ვეგდე არ მიყვარს ეს საპნები, არა, არ მიყვარს. არ ვიცი ნავნეს საპნები მე ძალიან მიყვარს. Wash and free, ამის საერცხო საშუალებებიც კარგია. და ჯურჯლის სარეცხიც კარგია, მას ჟასმინი. ახატია, ხა ვიკეთოთ რომ ჟასმინის სუნი აქ დაცხეში გამოვირდა, მაგრამ კეია. 2.50 ღირდა მოხდება ფასაკი. მე ახლა იგი ფული ხوان ქონდა და ხასი. ხოტა შევედიდა გარგარიო 10 3 4 5 6 7 და 9 წელი გარგარი იყო 9 არის და 41 არა, გოდეში, სულ 9:50 გადავიხადე ბალში, ამ ცოტა ბალში, მე არ მიყვარს ყუნწებიანი ბლები, ასე ვარჩევ ხოლმე, საქმეს ვიგდებ, თან კონტეინერებს გავრეცხავ და თან მაცივერს შევადაგებ. აღარა მაქვს ნერვები, არ მჯერა ზოდიაქოსი, არაფრის, მაგრამ აშკარად რამე უნდა მოვივა. დიდი ბლოკები ქონდა ჩემს შულს ნაყედი შარლებს იმაგრებდა ხოლმე. და მოვძებნო. და დავიმაგრო ყველგან. შევწუხდი, ნუ არ შემიძლია. ამდენი თავგადასავალი ერთ კაცზე კაცო, კი, ძალიან საინტერესოა. სულ ვფიქრობ ხოლმე, ახლა რა იქნება? ახლა როგორ მოვერევი ამ ყველაფერს, მაგრამ არა ღმერთო მადლობა, ეს არაფერია და ზღვაში წვეთია ხალხი უარესებისთვის. უმაინო, მაგრამ მაინც ვწუხდები. თავარია ჯანმრთელობა ხალხო. აგერა, აღარა ჯანმრთელად ჩემი ტოიოტა ვილი. რა ქნას? რა ბროქნად? გაგთხოვდე? დავიმატო ტრიკოების და ნასკების ჭეჭყვარო ახალი მანქანა მყავს არ მიყიდის ან არა? ისიც ჩემი შესანახი გარჩევ და გახდება არ მინდა. სეხვანკი. წადი იყიდე, არა გაქვს თავი? მანახე ის ადამიანი, ვისაც მილიონები აქვს ანგარიშში და შეგროვილი. მე კი ვიცი ვინ არის. რობი და ვუთხრეს ქვიშენი ჭირიმი, შენ შემოგევლე. ბიჭი. და მეხმარ ერთი პატარა მანქანა ვიყიდებ ხო? მე და რას ვიწავ? მას ასე იყო ამდენი თქვენ გონიათ მე ასე ვრეცხავ? ახლა ესე იგი გოგოებო გადავატრიალებ თა და დედამიწა ვეძებ ზმრის ესენციას მივასწავლეთ ხო ვინმე სადმე იცი
აჰა. გამოიყვანს თუ რამე აქ. პესტიციდი ჯანდაბაო ხრობა სასარგებლოა სოფო. ძალიან კარგია. წვანილი ბოსტნეული მარწყვა განსაკუთრებით. სულ სოდაში მაქვს და ის ქმრის ესენცია არის ძალიან კარგი. ჯერ ხო ყავა დავასხი, ახლა წყალი მოვწუწე. დედას ვტირო ყველაფერს. ხო, აბა ნახოთ ახლა იგი როგორ აფაფდება, ნახოთ. გავხდი 54 წლის ტვინი მე არ მომემატა, ფული მე არ მომემატა, მარტო ჭაღერა მემატება. ერიტაშვებიან ხოლმე ეს არა და მაგრა ხალისო. აქ უგროვდებათ და აბა ნახოთ რა ქნას შვენი მეტი კაფე აღარ გვინდა კაი რა შვენი იყოს ისინი ცოტა ხანი განსაკუთრებული ჩავტარდეს დეზინფექცია წავედი მე ახლა დავწვევი რომ არაფერი მოვიწიო დროებით